წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს ოპერის მომღერალი გიორგი ლომისელი, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ წარმატებული საოპერო კარიერა აქვს და სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გიორგი ირლანდიიდან წარმატებული კონცერტის შემდეგ, რომელსაც დიდი გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა და უფრო მეც თავად გიორგი მოგყვება. გიორგი, დილომშვიდობისა. მადლობა სტუმრობისთვის. გილოცავთ კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელი, ჩვენი მაყურებელი, განსაკუთრებით ოპერის მოყვარულები და ოპერის მაყურებელი გიცნობს უკვე შენ და ჩვენს ეთერში არაერთხელ გვისაუბრია შენ საერთაშორისო წარმატებებზე და ირლანდიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდი. გითხარი, რა სპექტაკლი იყო, რა პარტია, რა იმღერე და როგორ ჩაიარა და როგორი შეფასებები მოჰყვა ამას და რას ნიშნავს საერთოდ შენთვის, როგორც მომღერლისთვის და შენი კარიერისთვის მსგავსი გამოცდილება და მსგავსი წარმატება? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე განებივრებული ვარ თქვენი ტელევიზიისგან ყოველთვის გვერდში დგომით და გაშუქებებით ამა თუ იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხდება. რაც შეეხება ექსპორტის ფესტივალს, მე უკვე მეორედ ვარ ამ ფესტივალზე მიწვეული, ვიყავი მეორედ მიწვეული. ეს ფესტივალი გამოირჩევა იმით, რომ ასეთ მივიწყებულ და არაცნობილ დადგმებს აცოცხლებს ხოლმე და მათ შორის არც ჩვენი სპექტაკლი იყო გამონაკლისი, ეს არის ვერდის ოპერა ტრუბადური, რომელიც იყო ფრანგულად, იტალიურ ენაზეა ორიგინალი, მაგრამ იყო ფრანგულად. ამ ფესტივალზე თავს იყრიან ძალიან ცნობილი როგორც თეატრის დირექტორები, ასევე აგენტები და ძალიან ბევრი ტურისტები ჩამოდიან და ძალიან ცნობილი ფესტივალია მთელ მსოფლიოში. და როგორ ჩაიარა ამ ფესტივალს? მე მესმის რომ ალბათ შენ თავზე ბევრს ველაპარაკებ, თუმცა მაინც გაგვანდე. თავად რამდენად ყოფილი ხარ, რა შეფასებები მოყვა, როგორ ჩაიარა მთლიანად სპექტაკლმა და შენმა ესე იგი წარდგენება და რა პრესა მოყვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ესეთ რო შენახსენებ აქ ბევრი დირექტორი ჩამოდის, პროდიუსერი, ვინც ერთგვარად შემდგომ გარკვეულწილად წარმართავს ხოლმე მომღერლის კარიერას და როგორი იყო შეფასება და პრესა? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ურთულესი პარტია, ძალიან რთულია პარტიის სიმღერა ბარიტონისთვის, რაღაცა გარკვეული გზა უნდა გქონდეს ცხოვრებაში გავლილი, რომ ეს პარტია შეასრულო და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი ოპერის თეატრის დირექტორის ბატონი ბადრი მაისურაძის, რომელიც გვერდში მედგა და ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ ამ როლზე და ძალიან დიდი გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, როდესაც ესეთ რთულ როლს შეეჭიდები, რომ ყავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც გირჩევს რაღაცას, ერთობლივი მუშაობის შედეგად შევძელით ის, რომ 5 სპექტაკლი ვიმღერე. ასევე მქონდა 3 კონცერტი, ერთი კონცერტი იყო დუბლინში, ნაციონალურ თეატრში, 2 კონცერტი იყო ექსპორტში ორკესტრთან ერთად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ქართული ნაწარმოების შესრულება და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყოველთვის ქართველისთვის, როდესაც ჩვენს ქართულ სულს და გულს წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების წინაშე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ ძალიან კარგად მიიღეს რევაზ ლაღიძის ჩივილი რომანსი, ჩივილი შევასრულე. გამოხმაურებას რაც შეეხება, კი ბატონო, ძალიან ველოდებით ხოლმე ყოველთვის კრიტიკას, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აისახება შემდგომ მომღერლის კარიერაზე თუ როგორი შეფასებები მოყვება ნამღერს და მე ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს პრესამ, არაერთმა პრესამ ძალიან კარგი შეფასებები დაწერა, თავს შევიკავებ ხა დეტალებზე საუბრისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ნეგატიური და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ფაქტი. დიახ, რაც შეეხება არამხოლოდ საერთაშორისო ასპარეზს, არამედ საქართველოს. თქვენი გულშემატკივარი მაყურებელი მსმენელი ელოდება ალბათ აქ შეხვედრას თქვენთან და თქვენს მოსმენას. რა არის რა ღონისძიებები დაგეგმილი თბილისში და შეიძლება ვთქვათ არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც? დიახ, მე ყოველთვის მოხარული ვარ, როდესაც ჩემი ხალხის წინაშე მღერი და რაღაც გარკვეულ ანგარიშს ვაბარებ ხოლმე, როდესაც
ევროპაში მივდივარ და რაღაცას ვიმუშავებ, ვიშრომებ და ბრუნდები მე ჩემს სამშობლოში მიხარია რომ ამ ყველაფერს უზიარებ პუბლიკას და რაც შეეხება მომავალ ღონისძიებას, ხვალ არის ჩვენს თეატრში გაიმართება, ოპერის თეატრში გაიმართება ოპერა ნავარელი ქალი, სადაც შევასრულებ გარიდას როლს. ერთია მიაღწიო გარკვეულ წარმატებას და მეორეა რომ შეინარჩუნო თავისთავად ეს წარმატება და უფრო წინ წახვიდე. რა არის მთავარი, რასაც ურჩევდით დამწყებ მომღერლებს, ასე ვთქვათ, და ვინც აირჩია ეს გზა? როგორი არის თქვენი რჩევა დარიგება მათთვის? ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვფიქრობ შრომა შენს თავზე. ძალიან დიდი კრიტიკაა საჭირო იმისათვის, რომ ერთ ადგილზე არ გაჩერდე და მუდმივად განვითარდე და ბევრ რამეზე უარის თქმა. მაგალითად, ხშირად გვიწევს ხოლმე მეგობრები, როდესაც გვეპატიჟებიან თუნდაც ან უამრავ ესეთ გარემოში ყოფნაზე უარის თქმა, სადაც შეგვიძლია სიამოვნება მივიღოთ, გავერთოთ და ასე შემდეგ. მაინც ეს არის გადამწყვეტი და შრომა მუდმივი, მაინც შრომა და განვითარება. და ალბათ ფსიქოლოგიურად და ემოციურად მზად ყოფნა ამ ყველაფერისთვის ხო, რომ კრიტიკაც შესაბამისად მიიღო, ეს ყველაფერი გაანალიზო და სასიკეთოდ წარმართო შენი კარიერისთვის. რა თქმა უნდა, კი ბატონო. გიორგი, და ჩემი ეს პირველი ვიზიტი, პირველი გამოსვლა იყო ირლანდიაში, მეორედ იყავით ვარსკვლავში. არა, მე უკვე მეორედ ვიყავ. პირველად ოპერა ჯამბაზებში შევასრულე ტონიოს როლი და შემდგომ უკვე ახლა კიდევ მიმიწვიეს მეორედ. ნუ ცხადია, ალბათ პირველმა წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, რატო კითხე ეს კითხვა, რომ ასევე სხვა ქვეყნებშიც იყავით, ამაზე გვისაუბრია. ხო არ გაგვანდობ, ან ხო არ ვიცით უკვე, ან ხო არ არის სხვა ქვეყნებში დაგეგმილი შენი სპექტაკლი ან კონცერტი? სხვათა შორის აი ამ ბოლოს, აი ამ სპექტაკლს მოყვა რაღაც სიახლეები და ჯერ დეტალები წინდება. ჯერჯერობით შევიკავებ თავს სიახლეებს. კი ბატონო, როგორც კი დადგინდება და აუცილებლად ჩვენ გელოდებით ყოველთვის მადლობას გიხდით, წარმატებას გისურვებ. პირიქით, მადლობა თქვენ. საერთაშორისო ასპარეზიც და ხვალ სპექტაკლი გაქვთ და საქართველოში ცხადია, იმიტომ რომ ბუნებრივია ძალიან კარგია საერთაშორისო წარმატებები, ეს განვითარებისთვის, კარიერისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა სამშობლოში გაქვს შენს მეყურებელთან კონცერტი, სპექტაკლი, ნებისმიერი ახალი სპექტაკლი, უცით ეს არის ახალი წარდგენა და წარმატებას გისურვებ. მადლობა დიდი. მადლობა. გიორგი ლომისელი ოპერის მომღერალი, ბარიტონი, გსტუმრობდა.